დღეს მწერალთა სახლში საღამოს 7 საათზე ჟურნალ Copyright-ის მე-7 ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალი გამოიცა საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ და მისი მიზანია საზოგადოებაში საავტორო უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ჩვენი სტუმრები არიან საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძე და ჟურნალის ერთ-ერთი რუბრიკის რესპონდენტი მუსიკოსი მიშო ურუშაძე, რომელიც ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწეობს. დილამშვიდობის, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. გიგა, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ჟურნალი ემსახურება საზოგადოებაში საავტორო უფლებათა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ სფეროს საზოგადოებაში კიდევ უფრო პოპულარიზაციას. მოდი რომ შევაჯამოთ გასული 6 ნომერი, იმიტომ რომ ეს მე-7 გამოცემაა, რამდენადაც ვიცით. რამდენად შეძლო თქვათ მისი შესრულება და რამდენად დაიმკვიდრა თქვათ და მოხდა მეტად პოპულარიზაცია საზოგადოებაში აი მიმართულებით. კი ბატონო, ჟურნალი გახლავთ ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ სწორედ იმისთვის, რომ პირველ რიგში საზოგადოებრივი ცნობიერება ამაღლდეს და მეტი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას საავტორო უფლებების შესახებ. ჟურნალი მოგეხსენებათ, რომ უსასყიდლოდ ვრცელდება, გამომდინარე აქედან ის გაცილებით უფრო კარგ როლს ასრულებს იმისთვის, რომ საავტორო უფლებების შესახებ გაიგოს ყველა, ვისაც ამასთან შეხება აქვს. ჟურნალში სპეციალურად ჩვენ ისეთი რუბრიკები შევიტანეთ და დღემდე ეს რუბრიკები იხვეწება და ახალი რუბრიკა ემატება ყველა ნომერს, რომელიც არა მხოლოდ პროფესიონალურ საზოგადოებას დაინტერესებდა საავტორო უფლებებს, ვინც საავტორო უფლებებზე მუშაობს, არამედ საინტერესო იქნებოდა ფართო მკითხველისთვის. აქედან გამომდინარე, ის არის, როგორ გითხრათ, ის არის ზუსტად ერთ-ერთი ძირითადი ჩვენი ასე ვთქვათ მონაპოვარი, რომელიც ჩვენ შევქმნით და ძალიან რუდუნებით, ძალიან ფაქიზად ვაკეთებთ ამ საქმეს, რომ ჟურნალი იყოს რაც შეიძლება ხარისხიანი, მასში დაიწეროს ყველა ის პრობლემა და ყველა ის სიახლე, რომელიც ხდება ამ სფეროში და კიდევ მეტი ინფორმირებულობა მოხდეს. აი მოახერხა ჟურნალმა ამ თქვათ იცით ეს არის მე-7 6 ნომერი უკვე გამოვიდა წელიწად ნახევარია რაც უკვე ჟურნალი გამოდის და პრინციპში მის შესახებ უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მიზანი შეასრულა, რადგან ჟურნალმა დაიმკვიდრა თავი იქ, სადაც მას უნდა დაიმკვიდრებინა. ეს არ არის მასობრივი ჟურნალი, მოგეხსენებათ, თუმცა ყავს ის მკითხველი, ვინც საავტორო უფლებებით დაინტერესებულია, ვისაც საავტორო უფლება გულთან მიაქვს და ვინც იცის საავტორო უფლების ფასი. მეტნაკლებად მისია შესრულებული. მეტნაკლებად შესრულებულია, თუმცა ეს მისია შესრულებულია და გრძელდება. გაგრძელდება პერმანენტულად. მაშინ მოდით კერძოდ მე-7 გამოშვებაზე ვისაუბროთ, რას გვთავაზობს ის, რა სიახლეები იქნება. მე-7 გამოშვება, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგება. მე-7 გამოშვებაში ისევე როგორც წინა გამოშვებებში ძირითადი აქცენტი მაინც გამახვილებულია საავტორო უფლებებზე. ანუ ჩვენ რამოდენიმე მიმართულებით მუშაობთ ამ ჟურნალში. ეს გახლავთ როგორც არსებული პრობლემების განხილვა და ამ პრობლემებზე პროფესიული საზოგადოების მსჯელობა, მათ შორის ავტორების მსჯელობა. ჟურნალი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ავტორმა, რომელსაც აწუხებს ესა თუ ის პრობლემა, საკუთარი პრობლემატიკა ამ ჟურნალის მეშვეობით მიაწოდოს საზოგადოებას, იმსჯელოს ამაზე და გახადოს ეს ფართო მსჯელობის საგანი. მე-7 ნომერში ჩვენ გვაქვს რუბრიკები, მაგალითად მე შემიძლია მოგიყვანოთ ძალიან კარგი რუბრიკა, სადაც არის ესეთი სუბიექტური სივრცე, სადაც ავტორები, სხვადასხვა ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები თვითონ მსჯელობენ ამა თუ იმ მათთვის საინტერესო საკითხებზე და აწვდიან მათ ხედვას, როგორ უნდა იქნას გადაწყვეტილი ესა თუ ის საკითხი. იქ არის ისეთი რუბრიკები, როგორც არის პორტრეტი, სადაც ჩვენ ვაკეთებთ, უფრო მხატვრულად ვაკეთებთ ჩვენი ღვაწლმოსილი ავტორების აწყვეტ გარდაცვლილების შემოქმედების იმ უცნობ დეტალებზე სტატიებს დააკეთებს ამას პროფესიონალური ჟურნალისტი, რომელიც ფართო საზოგადოების ჯერ არ არის ცნობილი. გვაქვს წმინდა საავტორო უფლების იურიდიული კუთხით განხილვა ამა თუ იმ შემთხვევის, კაზუსის და ამა თუ იმ დარღვევის თავიდან აცილების და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ერთიანობაში ეს ჟურნალი ქმნის საინტერესოობის განცდას და ქმნის იმას, რომ არ იყოს უბრალოდ ჟურნალი ჟურნალისტვის, არამედ ის გახდეს რეალურად საკითხავი
და ის წაიკითხოს ბევრმა ადამიანმა. რა თქმა უნდა, იყოს მასში ის გზავნილი, რომელიც არ შეა ჩადებული. ჩვენი გზავნილი არის ერთადერთი, ნუ დაარღვევს ავტორო უფლებას. ეს არის ჩვენი მოწოდება, გზავნილი. ჩვენი არის მოწოდება. ნამდვილად არსებობს უამრავი პრობლემა ამ კუთხით. მოდით ისიც გითხარით, თუ ვინ არიან ამ მეშვიდე გამოშვების ავტორები. ერთ-ერთი ავტორი მიშო გახლავთ, არის ავტორი გიომ გელაძე, არის ზურაბ ქარუმიძე, რო არ გამორჩეს ამ ბევრი ყველასთვის ცნობილი საყვარელი ადამიანი თანამშრომლობს, რაც თავარი ამ ჟურნალთან უსასყიდლოდ და მე მათ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ მათი ეს თანამშრომლობა ზუსტად ის არის, რომ ეს ჟურნალი არ არის კომერციული. აქედან გამომდინარე, ამ ჟურნალში თითოეული ასეთი ადამიანის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მათი აზრი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და მათი შეხედულებებით იქმნება ის დამოკიდებულება საავტორო უფლებებთან, რაც საქართველოში არსებობდა და უნდა გაუმჯობესდეს მომავალში. ერთ-ერთი წარმომადგენელი აქვეა ჩვენთან სტუმრად, მიშა, მოდი შენ გითხავთ მაშინ შენი რუბრიკის შესახებ. რაზეა და ეს პირველი თანამშრომლობაა ჟურნალთან? აი მოდი პირველი თანამშრომლობა რუბრიკა. რა ვიცი, ძირითადად მუსიკაზეა პრობლემებზე მუსიკაში, საავტორო უფლებებზე. იმიტომ რომ მუსიკა ერთ-ერთი სფეროა, რომელშიც განსაკუთრებით დასაცავია ალბათ ხო საავტორო უფლებები. აი რა კუთხით არის საუბარი ამ რუბრიკაში? ძალიან რა ვიცი, მრავალი კუთხით არის საუბარი ამაზე, მაგრამ ძირითადად მაინც საავტორო უფლებებზე, იმიტომ რომ აქამდე მე არ ვიცოდი ეს ორგანიზაცია რო არსებობდა, ეხლა გავიგე, აქ არ ყოფნა დარეგისტრირებული ვიყავი უბრალოდ ევროპაში, ახლა გადმოვედი აქეთ, იმიტომ რომ თურმე აქაც ყოფილა შესაძლებლობა, რომ იყო დარეგისტრირებული და დაიცვა შენი უფლებები და რაღაც ისეთი ფორმა და სახე მიეცა, როგორც არის ყველგან თელ სოფლიოში და ძალიან მიხარია და რა არის ალბათ თქვათ ის თავარი პრობლემა, რომელიც განიხილება შენს რუბრიკაში? რაზეც საუბრობთ ამ ამაზე? რა ვიცი, ძირითადად პრობლემები, ძალიან ბევრი პრობლემა არის. თან შენ მუსიკოსი ხარ და საკუთარი ხედვა გაგაჩნია, რა თქმა უნდა, მასთან დაკავშირებით და შენ განსაკუთრებით გაწუხებს ეს პრობლემები ამ სფეროში. დიახ, მე მაწუხებს ის, რომ აი მაგალითად რაღაც კონფერენციები ტარდება, სემინარები ტარდება ამ ჟურნალის მეშვეობით და ბევრი უცხოელი სპეციალისტები და ვინც უკვე გამოცდილება აქვს ამ საქმეში, ისინი ატარებენ ამ ლექციებს და მე სიამოვნებით წავედი, მაგალითად გუშინ იყო ესეთი სემინარი და წავედი და კიდე წავალ დავესწრები. ფიქრობ, რომ კიდე მეტი როგორ თქვა, workshop-ები და სემინარები უნდა ჩატარდეს, რომ ამაღლდეს ხალხის დონე და ახალგაზრდების და დონე იმ თვალსაზრისით, რომ გაიგონ რაზეა ლაპარაკი და როგორ ხდება და როგორ კეთდება ეს საქმე და როგორ უნდა შეგეოს, მაგალითად არც მე არ ვიცოდი ბევრი რაღაცა, თქვა როგორ უნდა დაიცვა შენი უფლებები და რა კანონიკაა იქ და როგორია იურიდიული მხარე, მე მაგაზე ძალიან ბევრი რაღაცა თქვა არ ვიცოდი და ჩემთვისაც ახალია ეს და საინტერესო რომ ვიცოდე თქვა რა უფლება თან საჭირო. მით უმეტეს კითხველისთვისაც ეს უკვე საინტერესო ხდება ჟურნალის გადაფურცვლასთან ერთად. მოდი პრეზენტაციას რო შევახოთ, დღეს არის დაგეგმილი ჟურნალის პრეზენტაცია, რა მოხდება და რა სახის პრეზენტაცია იქნება? დღეს გახლავთ დაგეგმილი საღამოს 7 საათზე მწერალთა სახლში. პრეზენტაციაზე როგორც ჩვენ სპეციალურად ესეც ერთგვარი, ასე ვთქვათ, სიახლედ შეიძლება მოუნათლოთ, არის ის, რომ ყველა ნომერი პრეზენტაცია ხდება, ანუ ეს ჟურნალი არ გამოდის ჩუმად. ყველა ნომერზე ჩვენ ვცდილობთ, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას საავტორო უფლების მნიშვნელობის შესახებ, სწორედ ამიტომ ყველა ნომერი ხდება პრეზენტაციის პირობებში. და დღევანდელი ნომრის პრეზენტაციას დაგეგმილია, სადაც ვიწევთ საკმაოდ ფართო საზოგადოებას, ყველა სფეროს, ყველა დარგის, ყველა ასე ვთქვათ, წარმომადგენლებს ყველა დარგიდან და ასევე ჩვენ ამ პრეზენტაციას ვაშუქებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რითაც ვცდილობთ, რომ ყველა ინფორმაცია მივიდეს თითოეულ ინდივიდამდე, თითოეულ ადამიანამდე, იმდენად სენსიტიური, იმდენად რთული ერთის მხრივ გასაღებად და იმდენად ახალი თემაა ეს ჩვენ საზოგადოებაში, რომ თუ ასე ყოველდღიურ პერმანენტულ რეჟიმში არ მოხდა ამის
ამაზე ყურადღების გამახვილება წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელი იქნება. ძირითადი პრობლემა დღემდე არის საზოგადოებრივი ცნობიერება, რაც შემდეგში იწვევს დანარჩენ ყველა პრობლემას. ამიტომ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას პირველ რიგში. პრეზენტაციაზე მოწვეულია ყველასთვის ცნობილი ძალიან ბევრი ადამიანი, სადაც ჟურნალის წარდგენა მოხდება, იქ გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა პერფორმანსი, რომელსაც იხილავს დამსწრე საზოგადოება და ვცდილობთ რომ საინტერესო იყოს ეს პრეზენტაცია, არ იყოს რაღაც ისეთი რუტინული, რომელიც მოხვალ დავშოთ და ჟურნალს აიღებ და წახვალ. ესეთი არ უნდა იყოს, უნდა იყოს რაღაცა შევთავაზოთ განსხვავებული დასამახსოვრებელი. მოკლედ ამ ყველაფერს კი მაყურებელი შევახსენოთ რომ ნახავს დღეს საღამოს 7 საათზე მწვრთნელთა სახლში. შეგახსენებთ რომ საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის მიერ გამოვიდა ჟურნალ Copyright-ის მე-7 გამოცემა, მე-7 ნომერი. დიდი მადლობა მომზადებისთვის იმისთვის რომ გაგვაცანით თუ რა იქნება ახალი ჟურნალის ფურცლებზე. წარმატებულ პრეზენტაციას უსურვებთ კიდევ ერთხელ. დაგიბრუნდები. დაგიბრუნდები სულ ცოტა ხანში.